Mēs vēlamies ვაგზელებ ტრადიციულად საფონდო ბირჟების მიმოხილვით და განვლილი სავაჭრო სესიით უნდა დავიწყოთ, რომელიც საკმაოდ პოზიტიური იყო, საშუალოდ 1%-იანის დავიხილეთ. დღეისათვის კი, როგორც ხედავთ, Wall Street საფონდო ბირჟაზე ვითარება არის შეცვლილი, ამ წუთებში გვაქვს კორექცია და ეს კორექცია უფრო კონკრეტულად S&P 500-თან მიმართებით -0.9% შეადგენს, Dow Jones-თან ვარდნა 0.59-ია, Nasdaq-თან კი -0.20%. არა და რამდენიმე საათის წინ, როდესაც ბირჟაზე სავაჭრო სესია გაიხსნა, ვითარება საკმაოდ პოზიტიური იყო, ზრდას ვხედავდით, მაშინ Nasdaq-ის ინდექსი +0.9%-ს აფიქსირებდა, თუმცა მას შემდეგ მომდევნო რამდენიმე საათში ინვესტორების განწყობა მცირედით შეიცვალა, მაგრამ რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის, რომ დღის ბოლომდე, ანუ სანამ ეს კვირა დაიხურება, იქამდე კიდევ ერთხელ შეიცვალოს ინვესტორების განწყობა და საერთოდაც ბირჟაზე რეკორდული შედეგიც კი ვიხილოთ, იმიტომ ისედაც ჩვენ ვართ უკვე რეკორდულ ზონაში. აქვე კომპანიებზეც უნდა ვისაუბროთ, დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის ერთი ძალიან საინტერესო კომპანია. ეს არის Broadcom-ი, რომელიც როგორც ხედავთ, საბაზრო კაპიტალიზაციით არის პლანეტაზე მე-7 ადგილზე და ამ კომპანიის შეფასება უკვე არის, როგორც ხედავთ, $1.571 ტრილიარდი და ეს კომპანია აფიქსირებს ერთ დღეში არც მეტი არც ნაკლები 9%-იან ზრდას. ასეთი შედეგი, ასეთი დიდი კომპანიისათვის არის მოულოდნელი და ძალიან უცნაური და ამას განაპირობებს ერთი მარტივი მიზეზი. Broadcom-მა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს AI პროცესორების წარმოების დაწყებას. Broadcom ისედაც არის ნახევარგამტარების ბიზნესში, თუმცა AI პროცესორები არის ის სეგმენტი, რომელსაც უმიზნებს Nvidia და სწორედ ახალი კონკურენტის გამოჩენის ფონზე ძალიან ლოგიკურად Nvidia-ს აქციების შეფასება დაეცა და საკმაოდ მკვეთრად -3%-ით და როგორც ხედავთ, კომპანიის შეფასება უკვე არის $4 ტრილიონი, არა და რამდენიმე კვირის წინ იგი აღწევდა $4.5 ტრილიონსაც კი. მოკლედ Broadcom-ს აქვს ძალიან დიდი სიახლე და ამის ფონზე მისი აქციები არის ძალიან მკვეთრად გაზრდილი. ასევე დადებითი შედეგი აქვს Tesla-საც და TSMC-საც და აქვე Tesla-სთან დაკავშირებით ერთი ძალიან უცნაური სიახლე უნდა გაგაცნოთ სულ რამდენიმე წუთში დღის რიცხვის ფონებში, მანამდე კი დაგველოდეთ Tesla-ს მოუბრუნდებით, მანამდე ჩვენ გადავინოსოთ უნდა ევროპაში, სადაც ინვესტორების განწყობა არის გაუარესებული, როგორც ხედავთ, 600 მსხვილეს კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის შემცირებული 0.16%-ით. აი, აზიის რეგიონს რაც შეეხება, განწყობა საკმაოდ პოზიტიურია, როგორც ხედავთ, შანხაისა და ნიკეიც აფიქსირებენ დაახლოებით საშუალოდ 1%-იან ზრდას და აქვე შეგვიძლია კვირაც კი შევაჯამოთ, ვინაიდან პარასკევია. ეს კვირა ძალიან პოზიტიური იყო გლობალური საფონდო ბირჟისათვის, ძირითადმა ყველა ინდექსმა დააფიქსირა პოზიტიური დინამიკა, მათ შორის ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში ჰქონდა ამერიკას, თუმცა ჯერაც ვინაიდან ბაზარი არ არის დახურული, შეიძლება მომდევნო საათში ეს ვითარება რა თქმა უნდა შეიცვალოს, მაგრამ მაინც საკმაოდ სტაბილური და კარგი კვირა გამოდგა ზოგიერთ კომპანიას კი, როგორც ხედავთ, ჰქონდათ ფენომენალური შედეგები. აქვე ჩვენ დროა გადავინაცვლოთ ახლა უკვე ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც გვაქვს ძალიან საინტერესო დინამიკა. 2.9% ვარდნა ნავთობთან და უკვე ბრენტის ფასი $65-ია, WTI-კი $61-62 ივაჭრება. ბუნებრივ აირთან მიმართებითაც ასევე შემცირების ტენდენცია გვაქვს, -1.9% არის. ამ შემთხვევაში მეგავატ-საათი ენერგიის ფასი კი €22. აი რაც შეეხება მეტალების ბაზარს, აქ გვაქვს რეკორდული აღმასვლა და დღეს ისტორიაში პირველად ოქროს ფასმა უნციაზე მიაღწია $3,600. ნიშნავს მართალია ამ წუთას შედეგი არის 3,594, მაგრამ რეკორდიც დაფიქსირდა და ერთ კვირაში მატება 4%-ზე მეტია, ერთ თვეში ლამის 7, ხოლო ერთ წლიან პერიოდში +45%, ხოლო ვერცხლთან გვაქვს +47%, ანუ ოქროსაც და ვერცხლსაც აქვთ უბრალოდ ფენომენალური შედეგები. ეს კი თავისი არსით არის განპირობებული როგორც გეოპოლიტიკური რისკების ზრდით, ასევე მოლოდინების ცვლილებით ფედერალური რეზერვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასე დროს კი როგორც წესი ოქროს ღირებულება ძალიან მკვეთრად იზრდება. კრიპტოინდუსტრიაზეც ვისაუბროთ, აქ ზრდა გვაქვს 1%-იანი და როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება არის $3.890 მილიარდი. ბიტკოინის ფასი $110,000-ია, ეთერიუმი კი დაახლოებით $4,200-4,300 ივაჭრება. ამის ფონზე ეთერიუმის კაპიტალიზაცია არის 517 მილიარდი, ხოლო ბიტკოინის არის $2.3 მილიარდი. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც საქართველოს ბანკს დღესაც კლება აქვს, -0.51% არის შედეგი და საერთო ჯამში ეს არასახარბიელო კვირა ისევ და ისევ
არასახარბიელო ტენდენციით გრძელდება. TBC-სთანაც ანალოგიური ვითარება გვაქვს მინუს დაახლოებით 1% და როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ურთავა ქართულ კომპანიას დაღმავალი ტენდენცია ახასიათებს. ჩვენს ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, მისი კურსი საკმაოდ სტაბილურია და დოლართან იგი შეადგენს 2.69-ს. ევროსთან კურსი გვაქვს 3.14, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.63. და ბოლოს აქვე ორივე სიტყვა უნდა ვთქვა ჩვენ ლაში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოსულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 10%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებლის მოსულობა აღწევს კიდეც დაახლოებით 11%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული სარგებლის გატანა მისი მოსულობის გაზრდან შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group-ი კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.